პარტიულ ყრილობამდე ორი დღით ადრე ნაციონალურ მოძრაობაში განხეთქილება პიკს აღწევს. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ახალი ბზარები პოლიცსაბჭოს სხდომის შემდეგ გაჩნდა. თანაგუნდელებს ქვორუმის გარეშე სხდომის ჩატარებაში ამხელს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი. თინა ბოკუჩავა, რომელიც პარტიის მმართველი რგოლის შეკრებას თბილისში არ ყოფნის მიზეზით არ ესწრებოდა, თანაპარტიელებს არაერთ ბრალდებას უყენებს და ჩატარებულ სხდომას არალეგიტიმურად აცხადებს. თუმცა ასე არ ფიქრობენ ბრალდების ადრესატები, მათ შორის პეტრეცის კარიშვილი ბოგუჩავას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. პარტიის წევრები აღიარებენ, რომ პოლიცსაბჭოს სხდომას ანშლაგით არ ჩაუვლია, თუმცა ამტკიცებენ, რომ ქვორუმი ნამდვილად შედგა. შიდა პარტიულ უთანხმოებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია ამ უთანხმოების ავტორი. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პარტიის მმართველი რგოლის ცვლილებაზე აქტიურად საუბრობდა, ბოლო დღეებია ისტორიული და მითოლოგიური პერსონაჟებით არის გატაცებული. თუ ცოტა ხნის წინ ექს-პრეზიდენტი თავს ნელსონ მანდელას ადარებდა, დღეს ჰომეროსის ოდისეის კრისტოფერ ნოლანისეული ეკრანიზაციით არის აღფრთოვანებული და საკუთარ თავს ოდისევსთან აიგივებს. ივლისი საქართველოს ისტორიის თვე იყო. თავისი პარალელებით, რომელთა მიხედვითაც ყოფილი პრეზიდენტი ტოლობის ნიშანს სვამდა, მაგალითად, საკუთარ პოლიტიკურ ფიგურასა და გიორგი ბრწყინვალეს შორის. გიორგი ბრწყინვალემ დაარსა კათედრა კათოლიკური თბილისში. მე როგორც ჩავყავდით შევლები. ან როგორც რეფორმების ავტორი დავით აღმაშენებელს ეძრებოდა საქმითა და იდეებით. მეც ვაწარმოებდი განათლების რეფორმას. უბრალოდ დავით აღმაშენებელს ჩემთან მიმართებაში ჯერჯერობით უფრო მეტად გაუმეტყველებდი. თუმცა მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ აღმაშენებელს უბრალოდ გაუმართლა მიხეილ სააკაშვილთან შედარებით, ამასობაში კალენდარზე აგვისტო დადგა და საქართველოც მთელ მსოფლიოსთან ერთად ჰომეროსის ოდისეის ჰოლივუდური ეკრანიზაციის ციებ-ცხელება მოიცვა. ლეგენდარული ეპოსისა, რომელიც ტროას ომის შემდგომ ოდისევსის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ვიდრე მტრებს დაამარცხებს და ტახტს დაიბრუნებს, 10 წელიწადი ცდილობს სამშობლოში, ითაკაში დაბრუნებას. მთელი ეს დრო ოდისევს სახლში ერთგულად ელის მეუღლე პენელოპე, რომელსაც ბევრი სხვა სთხოვს ხელს და ის მეუღლის დაბრუნებამდე პოტენციურ სასიძოებს დროს ხელოვნურად უჭიანურებს. და აი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც იტყობინება, რომ ჰომეროსის ოდისეის ჰოლივუდური ეკრანიზაცია საკანში უკვე ნახა, კიდევ ერთ ალუზიაზე მოგვითხრობს, რომლის თანახმადაც ყველა დანარჩენი ოპოზიციონერი პოტენციურ სასიძოს გავს. თავად კი ოდისევს, რომელიც პენელოპეს, ანუ საქართველოს ყველაზე მეტად უხდება. ჩათვალეთ, რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი ოპოზიციონერები, რომლებიც ხვდებიან, რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა მემაბრალებენ და ცდილობენ ჩამწიხლონ და გამანადგურონ. ძალიან კარგი ფილმია, ყველას გირჩევთ ნახოთ. წრეში, რომელშიც ფილმი უკვე ნანახი აქვთ, ან მთლად უკეთესი ჰომეროსის ოდისეა წაუკითხავთ, ამ ტოლობას საკუთარ პოლიტიკურ პერსონასა და მითიურ გმირს შორის არაერთგვაროვნად და ხმაურით შეხვდნენ. მართალია, ამ ხმაურის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა კი დაწერა მხოლოდ ვიხუმრეო, მაგრამ ოპოზიციური ლიდერის ყველა ბოლოდროინდელი ტოლობის ნიშანი, მათ შორის ბერძენ გმირთანაც, მაგალითად მმართველი პარტიისთვის ხუმრობაზე კი არა, არც თუ ისე სახუმარო ამბავზე მიუთითებს. ნამდვილად არ არის ეს ჯანსაღი მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტად დავლეს დღითი დღე ეს ადამიანი იმას, რომ თავის როზე 9 წლის განმავლობაში არაჯანსაღ ადამიანს ეყრა ამ ქვეყნის სადავეები და მე მინდა ყველა შევახსენო, რომ ეს ადამიანი, ასეთი არაჯანსაღი ადამიანი ჩვენ გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტად, ხელისუფლების ლიდერად, რაზეც საზოგადოებამ უნდა კიდევ ერთხელ გააკეთოს საზოგადოებას ისედაც არ უჭერს საზოგადოების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, საზოგადოება ძალიან კარგად იცის ის, რომ არავითარ შემთხვევაში აგენტურა არ უნდა მართავდეს შენს ქვეყანას. სამაგიეროდ მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულ პოლიტიკურ ოჯახში ამ თემას ძალიან სერიოზულად უყურებენ და 1000 წლეულების ისტორია კი ერთია, მაგრამ მათი აზრით კაცს, რომელმაც 2003 წელს შექმნა ქართული სახელმწიფო, უფლება აქვს თავი იმ გმირს შეადაროს, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. რა არის ამაში ამე გასაკვირი ხა ვისაც არ წაუკითხია ჰომეროსი თუ არ იცნობს ბერძნულ მითოლოგიას თუ ქართულ ლიტერატურას, ეს მისი პრობლემაა. თუ ქართულ თანამედროვე ისტორიას და უახლეს ისტორიას და არა აქვს რაღაცის გააზრების უნარი, იმისთვის შეიძლება პრობლემა იყოს და რაღაცა უცხო იყოს. თუმცა აქ საინტერესო ისაა, რომ ვიდრე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სხვა ოპოზიციურ ძალებს იწუნებს და ფიქრობს, რომ ქვეყნის უპირობო ხსნა მის ლიდერობასა თუ მისი პოლიტიკური ოჯახის ხელისუფლებაში მოbrunებაშია, თავად ნაციონალური მოძრაობა ირღვევა. მას შემდეგ, რაც მოქმედმა თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტის Facebook პოსტით შეიტყო, რომ თანამდებობაზე ყოფილი ჟურნალისტი თანაცვლებდნენ, პარტიაში განხეთქილების ბზარები გაფართოვდა. პოლიცსაბჭოს იმ სხდომის ლეგიტიმურობა, რომელმაც კრიზისის დასაძლევად 5 აგვისტოსთვის პარტიის ყრილობა ჩანიშნა, ჯერ კიდევ თავმჯდომარემ ეჭქვეს საკურორტო ზონიდან დააყენა.
ამ ყრილობის შედეგი შემდგომ სამართლებრივად უნდა გაფორმდეს და ის რომ გაფორმდეს ის უნდა იყოს ლეგიტიმური. და ცალკე ჩართვის ფონისთვის და ცალკე ღია კრიტიკისთვის თანაპარტიელთა ნაწილის ღიად კრიტიკული რისხვაც დაიმსახურა. მე ვთვლი რომ ქობულეთიდან ჩამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე ჩამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა რეგიონებიდან. სადაც სხვები ჩავიდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ თავმჯდომარე არა, ჩნდება შეკითხვა დაესწრება თუ არა თინა ბოკუჩავა 5 აგვისტოს ყრილობას, რომელმაც ნაციონალურ მოძრაობაში კრიზისის დასაძლევად დროებითი მმართველობა უნდა აერჩიოს. ამ კრიზისის შემყურე მმართველი პარტია კი აკვირდება რა პროცესს, ვერც ყოფილი სახელისუფლებო გუნდის რეინკარნაციას უყურებს ოპტიმისტური თვალით და ვერც ოდისევსის თემაზე ალუზიას. როდესაც შენ პენელოპას, ანუ საცოლეს აადარებ შენ სამშობლოს, აქ ყველაფერი ნათქვამი არის, შენი ფსიქოტიპი რა დამოკიდებულებაში არის საკუთარ სახელმწიფოსთან და საკუთარ სამშობლოსთან. და ეს მისი ალუზიები, რაც მას, ასე ვთქვათ, სხვა სქესთან დაკავშირებით გააჩნია, პროექცირდება მის პოლიტიკურ შეხედულებებში თავის სამშობლოსთან და სახელმწიფოსთან მიმართებაში. საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან რომ კოალიციურ მთავრობას შექმნიან. აი ნებისმიერი სკოლის მოსწავლეც კი მიხვდება იმას რომ ასეთ ეგრეთ წოდებულ პარტიას საერთოდ უნდა გაეკროს არავინ და იმედი გვაქვს რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავის დროზე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას მის ანტისახელმწიფოებრივ პარტიად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამასობაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციური მთავრობის ფორმირება ოპოზიციური ფლანგის მთავარი დაპირება იყო და აქ ჩნდება შეკითხვა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში როგორ უნდა გაეყოთ ძალაუფლება სხვადასხვა პლატფორმისა და ამბიციის პოლიტიკურ ძალებს, როცა პოლიტიკური პოზიციებისთვის ბრძოლაში მრავალპარტიული კოალიციები კი არა, თავად ცალკე პარტიები ირღვევა.